ბევრი ადამიანი არის, რომ უნდა შეიცვალოს, აი ახლა შევიცვლები, მორჩა мотивაციაც მაქვს, ვიცი რა უნდა გავაკეთო, ვიცი რა არ უნდა გავაკეთო, მაგრამ როგორც კი ბრუნდებიან მეგობართან ან რაღაცა წრეში, მორჩა ხვდებიან, რომ არა, ეს ვერ გამოდის, სხვანაირად აღმიქვავენ, მეც ახლა ვერანაირ ცვლილებას ვერ გამოვხატავ, არა და ცვლილება ბიოლოგიურ დონეზე მაქვს, მაგრამ გამოხატვით ვერ გამოვხატავ ამას, რაც პრობლემას ქმნის, რა თქმა უნდა, ჩაირეცხები ეგრეთ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. გამოსავალი რა არის? ჯერ ერთი ცვლილებისთვის საჭირო არის მარტოობა. მხოლოდ მარტოობაში შეიძლება რომ შეიცვალო. იმიტომ რომ იმ ადამიანებთან თუ ხარ, ვისთანაც შენი ძველი თავი იყო, ვერ შეიცვლები, ისინი მუდმივად დაგაბრუნებენ. და მეცაც გეტყვი, გაატარეთ რომ მარტოობაში ხო და დაუბრუნდი ძველ ხალხს, ძველ მეგობრებს და ასე შემდეგ. მაინც წყალში ჩაგეყრება ყველაფერი. იმიტომ რომ ნებისმიერი რამე, რაც დაგაბრუნებს შენს ძველ თავთან, ეგ იქნება ნეგატიური. ეგ არ გჭირდება და კონკრეტული ხალხი ეს არის სამწუხარო რეალობა. ამიტომაც არის რა რომ დიდი პიროვნული ცვლილება, დიდი დახვეწა და ასე შემდეგ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ ადამიანებთან განადროებით ან რამე არამედ თითქმის სამუდამოდ გაწყვიტა ურთიერთობა, როგორი კარგებიც არ უნდა იყვნენ და ზოგჯერ მოგიწევს ეგ, თუ ძლიერი ადამიანი ხარ, მოგიწევს რომ ცხოვრებაში დათმო ბევრი რამ და ბევრი ვინმე. იმისათვის რომ უფრო მეც მიაღწიო, უფრო მაღლა ახვიდე და განვითარდე, იმიტომ რომ ის სხვა ადამიანი არ უზრუნველყოფს შენს განვითარებას, არანაირად. და დაახლოებით პრობლემა რაც არის, მგონი ამას შევეხე. მგონი უკვე გასაგებია, ხო, რაზეც მიდის საუბარი და მარტოობის გარეშე გავიმეორებ, არაფერი მსგავსი არ გამოდის. უნდა იზოლირდე, იმიტომ რომ გარემოში და აქტიურ ურთიერთობაში სხვებთან შენ ყოველთვის იქნები ძველი შენი თავი. ვიმეორებ, ბევრი ადამიანი არის, ვიცნობ კიდეც, უნდათ რომ შეიცვალონ, იციან როგორ უნდა გააკეთონ ეგ, ხედავენ თავიანთ შეცვლილ თავს, დახვეწილს არა, შეცვლილს ვიმეორებ. მაგრამ აი როგორც კი ძველი მეგობარი, იგივე წრე, იგივე კოლექტივი, მორჩა ისე ვიკეტებიან ძველ თავში, ხო და? ნუ აი აქ პრინციპში სხვა გზა არ არის. და ამას მე არ ვამბობ თეორიულად. ზოგადად, რასაც ამ არხზე საუბრობ, თითქმის არაფერი არ არის ისეთი, რასაც აი თეორიულად ვაჟღერებ და არ ვიცი, ნაცხოვრები არ მაქვს ან ამე ეგეთი. პირადად მე ვარ ამისი საუკეთესო მაგალითი ალბათ თქვენს ცხოვრებაშიც კი. იმიტომ რომ რამდენჯერაც მე შევიცვალე, ანუ ეგ ადამიანმა რომ გააანალიზოს წლებთან ერთად, რა როგორ მეცვლებოდა ვიზუალურადაც კი, ხმაც, პიროვნება, ჟესტიკულაცია, ხუმრობა, მიზანსტრა, ყველაფერი მოკლედ. ადამიანი იფიქრებს, რომ ან ვარ რაღაცა ჰოლივუდის პროექტი, რომელსაც ამზადებენ რაღაცა ოსკარისთვის, ან რომ ვარ, არ ვიცი, შიზოფრენიკი. ან რაიმე მსგავსი, რატო? იმიტომ რომ მსგავსად ადამიანები არ იცვლებიან. ვინც მიცნობს, ან ვინც წლები მაკვირდებოდა და ასე შემდეგ, ნებისმიერი იქნება შოკში, რომ გააანალიზოს რამდენი ცვლილება გამოვიარე. და ყველა ცვლილების დროს რამდენიც საკუთარი თავი დავარესეთე, დავხვეწე, გადავაწყე და ამას ვაკეთებ ხოლმე რამოდენიმე წელიწადში ერთხელ აუცილებლად. ეგ არ არის ბუნებრივი პროცესი რა. ბუნებრივად ეგეთი ცვლილებები არ ხდება ადამიანში. ბუნებრივად ან უარესდები, ან უბრალოდ იხვეწები რაღაცაში, მაგრამ აი ცვლილება არ ხდება ბუნებრივად. აი მაგას ვერ ვაწყდებით, გაიხსენე, აბა რამდენი ადამიანი იცი, ვინც შეიცვალა. და შეიცვალა ბუნებრივად. ისე არა, რომ თავზე დაეცა, არ ვიცი, 3 მილიონი დოლარი ან ჯეკპოტი მოიგო, ან უცებ არ ვიცი, ბრახდა, აი რაღაცა ისეთი მოხდა რა. ხო და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც მიწევდა ცვლილება, ყოველ ჯერზე მიწევდა თითქმის ყველა ადამიანზე ძველი ცხოვრებიდან უარის თქმა, ან უარის თქმა იმის შემდეგ, რაც შევატყობდი, რომ აი ვერ ამეწყნენ, ან რაიმე ეგეთი. ყოველთვის მქონდა ფაზა მარტოობის, ეგ შეიძლება ყოფილიყო რამოდენიმე თვე, მომენტი ყოფილა, როცა ეგ თითქმის 2 წელიც კი გაიჭიმა, სადაც ვიყავი იზოლირებული. მე, ჩემი თავი, კითხვა, რამე, რუმე, მსჯელობა, დახვეწა, პრაქტიკაში მოყვანა ახალი თავის და ასე შემდეგ. და ეს ჩემთვის იყო ბუნებრივი და ეს იყო საჭიროება. ეს არ იყო რამე ესთეტიკური
ცვლილება, ეს არ იყო რაღაცა პლასტიკური ოპერაცია და მაგისი რეაბილიტაციის დრო. არა, ეგ იყო საჭიროება. იმიტომ რომ ბიოლოგია შემეცვალა, შეიცვალა ბიოლოგია, ეს უმეტეს შემთხვევაში, შეიცვალა ბიოლოგია და ეხლა ვალდებული ვარ, რომ ეს ჩემი ბიოლოგია დაემთხვას ჩემს იმას თუ აი როგორი ვარ სამყაროში გარედან და აი დამკვირვებლისთვის. ისეც ყოფილა, რომ უბრალოდ მინდა რომ შევიცვალო, აი არ მომწონს ჩემი თავი და განა დაუხვეწო რამე, იმიტომ რომ ყოველთვის ეგრე არ არის, რომ დახვეწო რაღაცა. პატარა ფიქსი იმას ქნა, არა, ზოგჯერ ბევრად ფუნდამენტური ცვლილება არის საჭირო, რაც არის დაახლოებით აი რესეთის მსგავსი. ტელეფონს რომ დაარესეთებ. ან არ ვიცი ერთ 500 აპდეიტს რო გამოტოვებ და შემდეგ რომ უნდა დააპდეიტო. ეს გულისხმობს მარტოობას, მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა. გაიხსენე და ეგ ნორმალურია, რატომღაც ბევრს გონია, რომ ეგ არის fake რაღაცა და ლუზერებს და ისეთებს რა, ნუ ორციფრიანი IQ-თი რო არიან, ორრიცხვიანით. და ის იდეა რომ იყავი რაც ხარ, რაც ცვლილება, რა ის, რა ეს. შეხედე მაგ ხალხს, ვინც ამბობდა იყავი რაც ხარ, ან ჰიპოკრიტები არიან და ბევრი ცვლილება გაიარეს, ან არიან იგივენაირი მოსაწყენი ლუზერები, იგივე თემებით, იგივე გამოთქმებით, იგივე ხუმრობებით, იგივე შეხედულებებით, იგივე ინტელექტუალური ან ჩვეულებრივი მიმებით და ასე შემდეგ. იყავი ის რაც ხარ, ბუნებრივად ადამიანი იცით რა ჯანდაბა არის, ბუნებრივად. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com, დრო არ უნდა დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.